ახლა უყურებთ ყველაზე მოხუც ბავშვს, რომელიც ტექნიკურად 1994 წლიდან არსებობს, ხოლო დაიბადა ახლა 26 ივლისს. ეს მოხდა, რადგან მისი ემბრიონი გაიყინა დაახლოებით 31 წლისა და 4 თვის წინ, რაც მას ყველაზე მოხუც ბავშვს ხდის. ეს მოხდა, რადგან ემბრიონი გაყინეს სპეციალურ კრიოპროტექტულ სითხეში, რომელიც ხელს უშლის, რომ ყინულის კრისტალები წარმოიქმნას, რომელიც ნაყოფს მოკლავს და უჯრედის სტრუქტურა რომ შეინარჩუნოს. გაყინვის პროცესი არის ორი სახის. პირველი არის, როდესაც ნელ-ნელა ხდება გაყინვა თხევადი აზოტის მეშვეობით -196 გრადუსამდე და მეორე არის ვიტრიფიკაცია, რომლისთვისაც ხდება დაუყოვნებლივ ემბრიონის გაყინვა. ძალიან სწრაფად ხდება ეს. დღეს ვიტრიფიკაცია უფრო გამოიყენება, რადგან სიცოცხლის უნარიანობას უკეთესად ინარჩუნებს. მერე ხდება შენახვა -196 გრადუსზე თხევადი აზოტის მეშვეობით და ეს ხდება წლების განმავლობაში, რომლის დროსაც პრაქტიკულად სიცოცხლის ციკლი არის შეჩერებული. დაორსულების შემთხვევაში ხდება ნელ-ნელა გათბობა სპეციალურ სითხეში, რათა არ დაზიანდეს ნაყოფი და შემდეგ ხდება დანერგვა ქალის საშვიდო წონში, სადაც ნორმალურად გაგრძელდება ორსულობა.